ბელგიაში გია ყანჩელის 80 წლის იუბილე აღინიშნა ბრიუსელის ნატიფი ხელოვნების სასახლეში კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ბელგიის სამეფოში საქართველოს საელჩოს ინიციატივით ფლანდრის დეპარტამენტის თბილისის მერისა და საკრებულოს ხელშეწყობით კომპოზიტორის საიუბილეო კონცერტი გაიმართა, რომელშიც ეროვნული სიმფონიური ორკესტრი გიორგი ფაგარელი, ნატო მეტონიძე და ლიზა ბაგრატიონი მონაწილეობდნენ. კონცერტს ნიკოლოზ რაჭველი დირიჟორობდა. შესრულდა გია ყანჩელის ვოკალური და კამერულ ინსტრუმენტული ნაწარმოებები. კომპოზიტორის საიუბილეო კონცერტები საქართველოს გარდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაიმართება. პირველი კონცერტი ბერლინის კონცერტ ჰაუსში შედგა. ბატონი გია ყანჩელი უკვე დიდი ხანია ცხოვრობს ანტვერპენში და ჩემთვის ის არის, ასე ვთქვათ, ცოცხალი კულტურული კავშირი, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია ბელგიასთან და ამიტომ აქ მისი იუბილეს აღნიშვნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ ვიმყოფებით ბრიუსელის ნატიფი ხელოვნების სასახლეში, ბოზარში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული და ცნობილი ინსტიტუცია, სახელოვნებო ინსტიტუცია ევროპაში. ძალიან კარგად დაემთხვა ის, რომ დღეს ხელი მოეწერა საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ბოზარის თანამშრომლობის მემორანდუმს და აი ამ ყველაფერმა ერთად ბოლოს ესეთი ფინალი ქონდა ფანტასტიკური აბსოლუტურად. მისი სურვილი რომ ჩვენ ყოფილიყავით მის საიუბილეო საღამოზე როგორც ბერლინში ისე ახლა ბრიუსელში გამოწვეულია იმით, რომ ეს არის ქართველი კომპოზიტორი, რომლის მუსიკაც ალბათ მაინც ყველაზე განსაკუთრებით და ზუსტად ქართველებს ესმით და შეუძლიათ ის აღიქვან. მე მოხარული ვარ, რომ ჩამოვიდნენ თბილისიდან ჩემი საყვარელი მუსიკოსები და გაიმართა ასეთი თბილი და კარგი საღამო.